საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში ავღანეთის საერთაშორისო და ამერიკული ძალების მეთაურს გენერალ დევიდ პეტრეუს შეხვდა. 45 წუთიანი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაზე ისაუბრეს. გენერალმა პეტრეუსმა ქართულ ჯარისკაცებს მაღალი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ ქართული ძალები ურთულეს სამუშაოს ასრულებენ. მიხეილ სააკაშვილმა კაპრალ ვალერი ვერსკიანის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ავღანეთის მისიაში მონაწილეობა საქართველოსთვის ღირსების საქმეა. გენერალ პეტრეუსისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში იაკობაშვილიც დაესწრო. სააკაშვილთან შეხვედრამდე გენერალი პეტრეუსი სიტყვით გამოვიდა სენატში შეერაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე, სადაც მთავარი თემა ავღანეთი იყო. შესანიშნავი შეხვედრა შედგა სასიამოვნო იყო ჩემთვის მომეთქრო საქართველოს პრეზიდენტისთვის თუ რა გაკეთდა ავღანეთში ქართველი სამხედროების მიერ. მიმაჩნია, რომ საკმაოდ კვალიფიციური ვარ ამ საკითხებში, რომ ვისაუბრო ქართველი ჯარისკაცების უდიდეს საქმეზე. მე მათ ხელმძღვანელობდი ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს, სადაც მათ საოცარი სამუშაო გასწიეს საკმაოდ რთულ და კრიტიკულ ვითარებაში. ქართველი სამხედროები ახლა ურთულეს ადგილას ჰელმანდის პროვინციაში იმყოფებიან. საქმე გვაქვს ყოველდღიურ პროგრესთან. ჩემი გამოსვლისას ვისაუბრე, რომ ეს პროგრესი შეუქცევადია და სულ უფრო წინ მიდის. მოხარული ვარ, რომ ქართველი ჯარისკაცები ჩვენთან არიან და ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას. როდესაც მე პირველად შევხვდი ქართველ მეთაურებს, ქართული დანაყოფი ემზადებოდა ერაყში განსათავსებლად. თავდაპირველად მეგონა, რომ მოვიდოდა რომელიმე მათგანი და ექნებოდა გარკვეული პირობები ქართული ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომ ისინი განთავსებულიყვნენ ნაკლებად საშიშ ადგილას. შესულად ამისა ის მოვიდა და მითხრა: გენერალო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ძალებს შეუძლია გასწიოს მნიშვნელოვანი მისია მნიშვნელოვან ადგილებში. ჩვენ არ გვსურს, რომ ვიყოთ ფარის როლში თქვენი ძალებისთვის. ამ სიტყვების შემდეგ მომიდა მოხვეოდი მას. ქართულმა ძალებმა შეიტანეს უდიდესი წვლილი ძალადობის შემცირებაში, ტერორიზმთან ბრძოლაში და რეალური შედეგების მიღწევაში. ეს ყველაფერი ახალი მეც უნდა იძლეოდეს ამ ქვეყანაში. გენერალმა აღნიშნა, რომ ქართველები არიან ერთ-ერთი საუკეთესო ჯარისკაცები, რომელსაც რობდეს მომსახურია და ის ხელმძღვანელობს 47 ქვეყნიან კოალიციას და სწორედ და გუშინ რამდენიმე დღის წინ დაგუყობა ვალერი ვერსკიანი, ჩვენი ჯარისკაცი, ჩვენი კაპრალი და მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყოველი ასეთი დანაკარგი ჩემთვის არის მართლა პირადი ტრაგედია და რა თქმა უნდა ძიმე ტრაგედია მისი ოჯახისთვის. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პროფესიონალი ჯარისკაცები ასრულებენ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან მისიას. და ჩვენ და ეს არის საქართველოს ღირსების, პრესტიჟის და მომავლის საკითხი.